2018 წლამდე საქართველოში კვების ყველა ობიექტში თამბაქოს მოწევა სრულად აიგრძელება. მიმდინარე წელს კი რესტორნების და კაფე-ბარები ვალდებულები გახდებიან არსებული სივრცე მწვეველებისთვის და არამწვეველებისთვის თანაბრად გაყონ. სრულად აიგრძელება. მიმდინარე წელს კი რესტორნები და კაფე-ბარები ვალდებულები გახდებიან არსებული სივრცე მწვეველებისთვის და არამწვეველებისთვის თანაბრად გაყონ. უფრო დეტალურად ახალი რეგულაციების შესახებ თეთრია ჩაფიჩაძე კონკრეტულად. უახლოეს მომავალში რესტორნებისა და კაფე-ბარების მფლობელები ვალდებულები იქნებიან არსებული სივრცე მწვეველებისთვის და არამწვეველებისთვის თანაბრად გაყონ. ამისთვის კი მათ 9 თვიანი პერიოდი მიეცემათ. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, პირები, რომლებიც არამწვეველებისთვის განკუთვნილ ადგილას მოწევენ 20 ლარით. დაწესებულებები კი პირველ ეტაპზე 200, განმეორების შემთხვევაში კი 800 ლარით დაჯარიმდებიან. ადმინისტრირებას კვების ობიექტებში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების სისტემურ რეჟიმში განახორციელებენ. ცვლილებების მიხედვით დაგეგმილი არის, რომ გარკვეულ პირველ ეტაპზე კვლავ იყოს 50% თამბაქოსგან თავისუფალი ამ დაწესებულებებში, ხოლო საჯარიმო სანქციები გაიზარდოს, დაჯარიმების მექანიზმები გამარტივდეს და ის პასუხისმგებლები ორგანოები, რომლებიც დაჯარიმებაზე არიან პასუხისმგებლები, გადანაწილდეს სხვადასხვა უწყების მიხედვით. საბოლოო მიზანი ჩვენი სამოქმედო გეგმით არის ის, რომ მთლიანად დაიგრძელოს. კანონში შესატან ცვლილებას არაერთგვაროვნად აფასებენ კვების ობიექტების წარმომადგენლებიც. რესტორნების ნაწილში თვლიან, რომ სივრცის ორ ნაწილად გაყოფა მომხმარებლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. 50%-ში მოწევა და 50%-ში არ მოწევა, ეს არის ძალიან რთული პრობლემა რესტორნებისთვის. ამის გამოყოფა ჯერ ვიზუალური მხარე, მერე იქ რომ ბანკეტებია, ქორწილებია, ესე ვერ გამოყოფ და ეხლა წეველები აქეთ დაბრძანდით, არამწეველები აქეთ დაბრძანდით, ეგეთ რაღაცა გამორიცხულია, ესა ძალიან სისხლია. ჩვენ კლიენტებს ვერ ვეუბნებით მაგას, რომ აქ არ შეიძლება მოწევა, ან და იმ ადგილას შეიძლება, ან ამ ადგილას შეიძლება. საერთოდ ბრძანება რომ გამოვიდეს მაგაზე, ჩვენც უფრო გვაწყობს. არავინ არ მოწევს, კაცო, ყველა ადგილი ხდება. როგორც უფეთში, ასე რომ თქვა, ადგილია სპეციალური მაგაზე, სადაც ეწევიან. ანა გამოკვეთილი ადგილი აქვს, მაგას შეიძლება აქ მოწევა, იქ არ შეიძლება მოწევა. ხლა მეუბნები, აქ არ შეიძლება მოწევა, მაშინ მეუბნება გავანებე თავი, კაცო, მაგრამ როგორ არ შეიძლება. ხლა მოდი ყველა მუშას ხო არ ეჩხუბები მაგაზე. მიუხედავად რისკებისა, მოწევა გახსნის დღიდან სრულად აკრძალულია ანტრეში. როგორც საკონდიტროს მფლობელმა ჟან მიშელ ჩარლზმა საქმიან დილას უთხრა, სწორედ ამ მიზეზის გამო ობიექტს დაარსების დღიდან დღემდე მომხმარებელთა დიდი ნაწილი სტუმრობს. 2008 წელი იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ყველა ეწეოდა. სწორედ ამიტომ ბევრი გვეუბნებოდა, რომ ამ კონკრეტული აკრძალვის გამო კლიენტებს დავკარგავდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ წავედით რისკზე და მინდა გითხრათ, რომ ამან გაამართლა. თავის დროზე ევროპაშიც სწორედ ამ პრინციპით დაიწყო თამბაქოს აკრძალვა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თამბაქოს აკრძალვა კვების ობიექტებში სასარგებლო იქნება მწვეველებისთვისაც და არამწვეველებისთვისაც. ადამიანთა უმრავლესობა აღიარებს, რომ კვების დროს მათ ურჩევნიათ ისხდნენ ჯანსაღ გარემოში. კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ საზოგადოებაშიც. ზოგადად მომწონს ეს კანონი, მაგრამ არის ერთი რაღაც, სიტყვაზე მე შეიძლება მეგობრებთან ერთად ვიყო და ნაწილი ეწეოდეს, ნაწილი არა. ამიტომ მირჩევნია, რომ იყოს კონკრეტული კაფე, სადაც ეწევიან, ან არ ეწევიან, რომ ყველა ერთად შევიდეთ და მოვწევთ, ან არ მოვწევთ. სხვადია უნდა იგრძელოს საერთოდ თუ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს ჯანმრთელი მომავალი და ჯანმრთელი სულით ცოცხლობდნენ და ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ ახალგაზრდები. განახლებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ ქვეყანაში 2008 წლიდან მოქმედებს, თუმცა მისი რეალობაში განხორციელება არ ხდება. ამის მიზეზად დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარიმო სისტემის მოუქნელობას და ზედამხედველობის არარსებობას ასახელებენ.